გამარჯობა, მე ვარ თიკა გულარაშვილი, ნომერ 6 საჯარო სკოლის მოსწავლე რუსთავიდან. ვერთვები საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის შემეცნებით პროექტში, სახელწოდებით გაავრცელე საქართველოს სპორტის ისტორია. მინდა გესაუბროთ ომარ ფხაკაძეზე. ომარ ფხაკაძე დაიბადა 1954 წლის 12 აგვისტოს ქუთაისში. ბავშვობაში ბევრი სპორტული სახეობით იყო გატაცებული, სანამ ბოლოს ჯონდო მეფისაშვილთან არ აღმოჩნდა, რომელიც ველოსიპედებს ავარჯიშებდა. ამ დროიდან სამუდამოდ შეუყვარდა ველოსიპედი. ომარის ნიჭიერება ადრეული ასაკიდანვე თვალსაჩინო იყო. 16 წლის უკვე საქართველოს ჩემპიონი გახდა საგზადკეცილო ველორბოლაში, მაგრამ მისი ბუნებრივი მონაცემები სპრინტს უფრო უხდებოდა და ამის გამო 1971 წელს თბილისში გადმოიყვანეს, სადაც მისი მწვრთნელი უკვე გურამ ჯოხაძე გახდა. წარმატებები ერთი მეორეს მიყოლებით მოძდიოდა. ჭაბუკთა შორის დინამოს ჩემპიონი, მოსწავლეთა სპარტაკიადის ჩემპიონი და ბოლოს უკვე 1903 წელს ხალხთა სპარტაკიადის ჩემპიონი გახდა. ჯერაც ჭაბუკმა ომარმა ზედიზედ დაამარცხა იმ დროის მთელი საბჭოთა ველოელიტა. ბოდნიექსის, რომანოვის, ტრიფონოვის შემადგენლობით და საბჭოთა ველოსპორტის ლიდერი გახდა. როგორც მაშინვე ჩანდა, დიდი ხნით 1965 წელს სან-სებასტიანის მსოფლიო პირველობაზე სწორედ ფრანგებს და იტალიელებს მიიჩნევდნენ ფავორიტებად, მაგრამ ომარმა ბრწყინვალედ ჩაატარა ეს ჩემპიონატი. დაამარცხა ვერზინი, ნახევარფინალში მორელონი, ფინალში კი იტალიელი ტურინი. ეს იყო შესანიშნავი წარმატება, რომლის მსგავსიც მანამდე საბჭოთა ველოელიტას არ ღირსებია. ომარ ფხაკაძე უმალ გახდა პოპულარული მთელ მსოფლიოში. იგი იმ წელს საბჭოთა კავშირის და რა თქმა უნდა საქართველოს საუკეთესო სპორტსმენად დაასახელეს. ის იყო საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი, ორგზის მსოფლიო რეკორდსმენი და საქართველოს ველოსპორტის ფედერაციის პრეზიდენტი 1986 და 1993 წლებში. 2000 წელს თბილისის ცენტრალურ ველოდრომს ომარ ფხაკაძის სახელი მიენიჭა. გაავრცელა საქართველოს სპორტის ისტორია. იყავი შემდეგი შენ. მადლობა ყურადღებისათვის.